Așa მოგესალმებით კანიდან. ეხლა ესე ბულვარს მოვუყვები. გავაჩერეთ მანქანა და სხვათა შორის რა მინდა აღვნიშნო. ეხლა წინა ვიდეოებშიც რაც შემოგთავაზეთ ნიცაშიც, მონაკოშიც, სხვათა შორის და კანშიც საკმაოდ იაფია პარკინგი. ესე სანაპიროს მივყვები. საკმაოდ იაფია პარკინგი, ვინც მანქანით გადაწყვეტს ჩამობრძანებას. ანუ მთელი ქონების დახარჯვა არ გჭირდებათ ნამდვილად პარკინგში. და ეს მინდოდა რომ მეთქვა. მოკლედ მოგესალმებით კანიდან. გავისეირნებ, ახლა გავუყვები, ეს არის ცნობილი ბულვარი. ესე ჩემს უკან ხმებთა შუა ზღვა ისევ მოკლედ. ივალ ახლა იმ ცნობილ სასახლესთან თუ მივედი, თუ მივახციე იქამდე, იმიტომ რომ დავინახე მანქანიდან რომ ძალიან ბევრი ხალხია. ძალიან ბევრი ხალხი იყო და რასაც მოვახერხებ, მოკლედ იმას შემოგთავაზებთ. არ ვიცი, ზუსტად. გონი კანში არ ჩამოდიხარ, მასში იღვიძებ. აქ ჰაერსაც კი აქვს გემო, მარილიანის ზღვისა და ძვირადღირებული პარფიუმის. თვალებს რომ დაახამხამებ, ირგვლივ ყველაფერი ბრჭყვინავს. ძველი ვილები, პალმის ხეები, ოქროსფრად განათებული კაფეები, სადაც ფინჯანი ყავა შეიძლება ისეთივე ძვირი დაგიჯდეს, როგორც ბილეთი ფესტივალზე. მაგრამ აი, საკიბნო ფესტივალო პროექტზე ფეხს რომ დაადგამ ხვდები, ეს არ არის მხოლოდ მდიდრების ქალაქი. კანი ეს ემოციაა. აქ ყოველი კედელი ისტორიაა. ყოველი ჩრდილი კადრია, რომელიც თითქოს დიდ ეკრანზე გადადის. ვხედავ, როგორ მიდიან მსახიობები, კამერებს უღიმიან, მაგრამ ქუჩის ბოლოს ზღვის პირას მოხუცი ფრანგი ზის და უბრალოდ კითხულობს გაზეთს. ის არავის გადაუღია, მაგრამ მის სახეზეც არის კინო. კანი ეს არის ადგილი, სადაც ხელოვნება და ყოველდღიურობა ერთმანეთს ეხება. სადაც შეგიძლია იყო ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ თავს ვარსკვლავად გრძნობდე. დღეს წვიმა არ იყო, მაგრამ ქუჩები მაინც ბრწყინავდა და იქნებ ეს კანის მთელი საიდუმლოა. ის ბრწყინავს მაშინაც, როცა მზე არ ანათებს. იქნებ სწორედ ამიტომ გვიყვარდება ეს ქალაქი. არა მარტო იმიტომ, რომ ის ლამაზია, არამედ იმიტომ, რომ ის გვახსენებს. ცხოვრება, როგორც კინო, შეიძლება ნებისმიერ წამს დაიწყოს. უბრალოდ კამერა უნდა ჩართო. აი ეს სავსე არის ესეთი ნაყინით, სუვენირების მაღაზიებით და ძალიან ლამაზია აქაურობაც, ისევე როგორც მთელი ეს ხმელთაშუა ზღვის კურორტები. ულამაზესია, ნუ ახლა ჩემი დიდი შეფასება არ სჭირდება კანს. ძალიან ესეთი დიდრული სახლები, ყველაფერი არის ძალიან ლამაზი და გრანდიოზული. მე ასე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ეს თქვენ უნდა შეაფასოთ. მე მინდა რომ გაჩვენოთ უბრალოდ, გაგასეირნოთ ჩემთან ერთად და მერე თქვენ შეაფასეთ, რა თქმა უნდა. ესე იგი, ეს გახლავთ Boulevard de la Croissant. აი ესეც ლაჟვარდოვანი სანაპიროს ზოლი. და აი აქ ძალიან ხშირად შევხვდებით მდიდრულ იახტებს. აი აქეთ სანაპირო არის მოწყობილი, ბევრი ხალხი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შვენიერია მინდია, რა გითხრათ, შვენიერია მინდია. ვახლოვდები ფესტივალების სასახლეს და ესეთი ლამაზ-ლამაზი მაღაზიები,
სასტუმროებით და აქეთ ესეთი ბულვარით არის დამშვენებული ამ სასახლისკენ მიმავალი გზა. აი ესეთი ლამაზ-ლამაზი შენობები გახლავთ გზად. ეხლა მივალ ამ სასახლესთან და უბრალოდ ძალიან გული მწყდება იმაზე, რომ ბევრი რაღაცის ჩვენება არ შემიძლია, რადგან გამოვლით ვარ. შემოვიარეთ უბრალოდ გზად, მაგრამ მაინც მინდოდა რომ გამეზიარებინა და ბევრს ვერაფერს თუ ვერ გაჩვენებთ, მომიტევებთ. უბრალოდ მინდა რომ მაინც გაჩვენოთ და მაინც გავაკეთო ერთი თუნდაც პატაწინა ვიდეო, იმიტომ რომ აი ამის დაკარგვა არ შეიძლება რა. აი ეს არის რიგი. არ ვიცი, ხა აქ რამდენად მოვახერხებ მე. რიგია იმ ხელა, არ ვიცი, ხა წავალ გავარკვევ რა ხდება და გაგიბრუნდებით. ესე იგი ბულვარ დე ლა კუასეთ, აი აქეთ არის და აქეთ ჩამწკრივებულია ესეთი ძვირფასი მაღაზიები. რაც ალბათ არც გვიკვირს ახლა რატომღაც რომ არ იყოს. ესეთი ძვირფასი ამასობაში ლამაზი მანქანაც გავიარა. აი ესეთი ამბავია ჩემო მეგობრებო. მოგესალმებით ისევ და ისევ კანიდან. აი ეს შენობა გახლავთ. ეხლა სიმართლე რომ გითხრათ, მე სხვათა შორის არ ვიცი რატომ, უფრო ისეთ კი ყველას გვაქვს დანახი, სურათები, ყველაფერი, მაგრამ რაღაც მე ვისურვებდი რომ უფრო ფრანგული არქიტექტურის სტილში ყოფილიყო, მაგრამ აი ეს არის, აი ეს შუშებიანი შენობა არის. აი ამ კიბეზე სულ რაღაც დაახლოებით 2 კვირის წინ მოკაშკაშებდნენ, მონარნარებდნენ ძალიან ცნობილი ვარსკვლავები აი ამ კიბეზე ზუსტად ძალიან მინდოდა შესვლა, მაგრამ ძალიან დიდი რიგია და რადგან მე არა მაქვს დრო, აი ესე შორიდან დაგანახეთ ამ კიბეს. სწორედ ამ კიბეზე მონარნარებდა და მოგჭყიალებდა ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლი. ახლა მე გავარ და მოვბლაყუნობ აქ და მოვჯაყჯაყეთ, მაგრამ ნუ რა ვქნათ ესეა, აი აქ ასე იყო, ავტოგრაფებს არიგებდნენ. მე ავტოგრაფს არავინ არ თხოვს, არ ვიცი, არა უშავს. ხო, მოკლედ, ცოტა რამ. 1956 წელს გაიმართა პირველად კანის კინოფესტივალი და მას შემდეგ იმართება ყოველ წელს, ნუ გარდა კოვიდის პერიოდში, რა თქმა უნდა, გაუქმდა ყველაფერი, ეს მოგეხსენებათ, რომ ისეთი პერიოდი იყო და მას შემდეგ ყოველ წელს, მათ შორის წელსაც 2025 წელს, აი აქ ჩატარდა მაისის თვეში, ნორმალურად მაისის თვეში იმართება კანის კინოფესტივალი. აი ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც სავსეა ხოლმე ვარსკვლავებით და კაშკაშებენ და არიან ესე ერთ ამბავში და ხალხიც აქ გარშემო, უამრავი ხალხი, რომლებიც მოდიან მათ სანახავად, სურათების გადასაღებად თუ მოახერხეს, რა თქმა უნდა. და ძალიან ცნობილი და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, ძალიან დიდი დარბაზები არის შიგნით. მათ შორის ერთ-ერთი ცნობილი დარბაზია, რომელიც 2300 კაცს იტევს. და ამიტომ აქ ამ დარბაზში იმართება ხოლმე ძალიან ბევრი ღონისძიებები. აი ესე შევეცდები რომ გადავიღო მთლიანი ეს შენობა, სასახლე. აი აქ ეხლაც რაღაც ღონისძიება იმართება და ამიტომ ყოფილა ამდენი ხალხი და ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ გული მწყდება, მინდოდა რომ იქ ჩამოვსულიყავი ამ კიბეზე და აი როგორ ვერ უნდა ჩამოვიდე. იმდენი ხალხია, რომ უბრალოდ აი გადაღების საშუალებაც არ მაქვს ნორმალურად და ძალიან მწყდება გული. აი ცოტა უფრო მოვუახლოვდი ამ ეს არის ესე ოდესღაც კანი უბრალოდ პატარა მეთევზეთა სოფელი იყო. ზღვა მათი სამუშაო იყო და არც ფიქრობდნენ, რომ ოდესმე ეს პატარა ნავსადგური სოფლიო კინოს დედაქალაქად გადაიქცეოდა. ყველაფერი შეიცვალა მე-19 საუკუნეში.
როდესაც ინგლისელი ლორდი ჰენრი ბრუგემი სამხრეთ საფრანგეთში მოგზაურობდა. როცა კანს ეწვია, იმდენად მოიხიბლა მისი სიმშვიდით და ბუნებით, რომ აქ ვილა ააშენა და მეგობრებიც ჩამოიყვანა. მალევე კანი გახდა მდიდრებისა და არისტოკრატების თავშესაფარი ზაფხულში. შენდებოდა სასტუმროები, პრომენადები, თეატრები, მაგრამ ყველაზე დიდი ცვლილება მოხდა 1946 წელს. ეს იყო წელი, როცა პირველი კანის კინოფესტივალი ჩატარდა. თავიდან ეს იყო მხოლოდ ალტერნატივა ვენეციის ფესტივალისთვის, მაგრამ შემდეგ გახდა კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა მსოფლიოში. დღეს კანი უკვე არა მხოლოდ ქალაქი, არამედ სცენაა. სცენა, სადაც კინო, მოდა, ისტორია და ზღვის სუნი ერთმანეთს ერწყმის. პატარა მეთევზეთა სოფელი იქცა დიდ სიზმრად, რომელშიც თუნდაც ერთხელ ყველას უნდა გაეღვიძოს. მეგობრებო, აი ეს გახლავთ ვარსკვლავების ბილიკი, ასე ქვია, რომელიც ვერსია აი ჰოლივუდში რომ არის ვარსკვლავები, აი ამისი ვერსია, აი ეს მაგალითად არის ჟან-პოლ ბელმონდოს ხელის ანაბეჭდი. აი ეს მიყვება ზუსტად იმ სასახლის მოკლედ ყველა მეჩხერება ვიდეოში. და ზედადიან ფეხით. აი აქ არის ვარსკვლავების ხელები. და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გახლავთ. ესე გრძელდება, ესე კუთხეს იკეთებს რა. ნახეთ. ლამბერტ უილსონი. რა ვიცი, ზოგს ვერ კითხულობ ისეთი. ისე არის. და მაინც ყველას აუცილებლად გააჩვენებთ. ნახეთ. ნიკოლას კეიჯი. ეს არის კანი, ქალაქი, სადაც ხმელთაშუა ზღვის სილამაზე და ფრანგული ელეგანტურობა ერთიანდება. ქუჩებში ყოველი ნაბიჯი გთავაზობს ისტორიას, კულტურას და ფილმების ცოცხალ მემკვიდრეობას. აქ ყველაფერი იწყება მზით, მთავრდება შთაგონებით. კანი, ადგილი, რომელიც ერთხელ თუ ნახე, გულში სამუდამოდ დაგრჩება. მოკლედ სამწუხაროდ ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ, რადგან როგორც აღნიშნე, მე დიდი დრო არ მაქვს, რომ თორემ სიამოვნებით მოგატარებდით მთელ კანს, მაგრამ რაც შევძელი გადავიღე, როგორც შევძელი, მაინც მინდოდა რომ გამეზიარებინა და ალბათ კარგია, არა უშავს. და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, შემდეგი მოგზაურობიდან. მანამდე გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, მოიწონოთ ჩემი ვიდეოები, დამიწეროთ კომენტარები, რა გნებავთ რომ გავაკეთოთ ხათ შემდეგ ვიდეოში, სად ისურვებდით რომ ვიმოგზაურო, რათა გაჩვენოთ, ან რა გაჩვენოთ კონკრეტულად იმ ქვეყანაში, ან იმ ქალაქში, დამიწერეთ და მოკლედ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.